მოგესალმებით, მე გახლავთ მარიხაჩი კლუბის წევრი. ჩვენ დღეს მოვედით იმის, რომ მოგილოცოთ მასწავლებლის დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, დიდხანს სიცოცხლე. 2012 წლის 2 მარტს ჩვენ მუხრანის ნიკო ბაგრატიონოვის სახელობის სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბი ბური. კლუბის მოვალეობა განახორციელოს სხვადასხვა აქტივობები, ღონისძიებები, ქველმოქმედება, ვეხმარებით სხვადასხვა გაჭირვებულ ოჯახებს. და აურედი სიტყვით რომ გაგესაუბროთ. რას ფიქრობთ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შესახებ? ახლა მე არ ვიცოდი ნამდვილად რომ ეს თქვენი კლუბი არსებობდა. პირველად გავიგე. ძალიან მიხარია თუ რომ ასეთი კლუბი არსებობს. თქვენ ასეთი დიდ ყურადღებას აქცევთ მასწავლებლებს, ყოფილ მასწავლებლებს, გაჭირვებულ ადამიანებსა. ჩემთვის მეტი სიხარული არ არის. ჩემთვის დღევანდელი თქვენი მოსვლა არის სიცოცხლის გახანძლება. ძალიან დიდი სიხარულია ჩვენთვის მასწავლებლებისთვის მეტი მე მგონი სიხარული არ არსებობს. ჩემი ცხოვრებაში საერთოდ უფრო სკოლისთვის ვიყავი, ესე იგი სკოლა იყო ჩემთვის პირველი, ვიდრე თქვათ ოჯახიც მთავარია, მაგრამ პირველი იყო ჩემთვის ჩემი სკოლა და ძალიან მიხარია. გადამზადება მასწავლებლებისა საჭიროა. კარგი გადამზადება ძალიან საჭიროა. იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ ჯერ ჩვენ დროს ჩვენ მარტო მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. არ არსებობს მასწავლებელმა თუ არ ისწავლა, თუ თავისი ცოდნა არ გააღრმავა, ის მასწავლებლად არ უნდა იყოს მე მგონი სკოლაში და თქვენთვის თავარია მე მგონი და ჩვენ მასწავლებლებისთვის თავარია თქვენი შეფასება. მე დიდი შეფასებები მქონია, მაგრამ ჩემთვის თავარი იყო ჩემი მოსწავლეების შეფასება. აი გუშინ პირველად გავიარე მუხრანში და ბავშვი შემხდა და დიდი სიხარულით, დიდი სიყვარულით მელაპარაკა რომ მასწავლებელო აი თქვენ ესე იგი იმიტომ კი არა რომ ჩემზე უკეთესები არ არიან, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ ბავშვმა ესე იგი გამოხატა თავისი სიყვარული რომ თქვენნაირი ჩვენ არა ყოლია მასწავლებელო. თქვენ როგორი მოსწავლე იყავით? მე ვიყავი რომ ვთქვა რომ ძალიან ისე ხუთოსანი მე ვსწავლობდი კარგად, მაგრამ წითელ იმაზე ოქროს медали მე არ მიმიღია. რომ მოვედი ყველანაირად ესე იგი სწავლობდი და ჩემი საქმე მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. თქვენ თუ მიიღებდით მონაწილეობას ამ პროექტში, ჩვენი ასაკის რომ იყოთ? გორა ძალიან დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. თუ რაღაცა დაგჭირდებათ ძალიანაც მოხარული ვიქნები რომ სადღაცა ვჭირდები კიდევ. ორივე სიტყვით რას უსურვებდით ჩვენს კლუბს მომავალისთვის? წარმატებას, პირველ ყოვლისა წარმატებას გისურვებთ და აი ასე გააგრძელეთ როგორც დაიწყეთ. თქვენი გამოჩენი მოსწავლე ვინ იყო? ჩემი ძალიან ეხლა რომ ვთქვა ძალიან ბევრი არიან, რომელნიც დაამთავრეს ჩვენი სკოლა. პირველ ყოვლისა მე ჩემ საგანზე მინდა ვთქვა, რომ მყავდა ესე იგი მოსწავლეები, რომელიც მე რო ჩამოვედი აქ ამ სოფელშიც ნაკლები იყო რუსულის მასწავლებელი და მე გავზარდე აქ მაგალითად თქვენი მასწავლებელია ახლა მებაღიშვილი ლია და ძალიან ბევრი, რომელმაც ჯერ მე-4 კლასში დაწერა, რომ მე მინდა რომ რუსულის მასწავლებელი გავხდე. კარგი მოსწავლე მყავდა დოლიშვილი ნინო, კარგად სწავლობდა და აი მე შემიძლია ერთი მაგალითიც მოგიყვანოთ, რომ ისე ლამაზად წერდა. დაფასე რომ მოვიდნენ დამსწრეები, ეგონათ რომ მასწავლებლის დაწერილია, მორიგე იყო და დაწერა. და
საყვედური მივიღე, რომ მასწავლებელმა როგორ მოხდა, რომ ერთი შეცდომა იყო იქ და როგორ მოხდა, რომ შეცდომით დაწერა და არ ეგონათ, რომ ეს იყო მოსწავლის დაწერილი. ბევრი მოსწავლეები მყავდა ნამდვილად, რომლებიც კარგი, გამოჩენილები, ნოზაძეები არიან. ია, ნოზაძე ნანა, ძალიან ბევრი, ეხლა რომ გამოვაცხადოთ და გითხრათ ფარჩუკიძე, თამრიკო, ძალიან ბევრი იყვნენ, ამიტომ ეხლა განსაკუთრებულად არ შეიძლება მაგის თქმა, იმიტომ ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, ბევრი მყავდა. კარგი, მადლობთ.